მოგესალმებით. მე ვარ ვიქტორია საჯაია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თაია საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. ვერთვებით საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის შემეცნებით სპორტულ ოლიმპიადას. გაავრცელეთ ქართული სპორტის ისტორია, რომლის მხარდაჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ქართული სპორტის ისტორიას მე გავამგზავნებ ძველ კოლხეთში გავრცელებული სპორტის ისტორიით. მე ვამაყობ, რომ საქართველოს უძველესი კუთხე სამეგრელო თავისი სპორტული ისტორიით არის გამორჩეული. მან საქართველოს აღუზარდა მრავალი მსოფლიოსა და ოლიმპიადის ჩემპიონი და პრიზიორი. სპორტისადმი სიყვარულს საფუძვლად უდევს სპორტის უძველესი სახეობები. სამეგრელოში ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში არა მარტო იცნობდნენ სპორტულ თამაშობებს, არამედ თავად ატარებდნენ მასშტაბურ ასპარეზობებს. კოლხეთში ფიზიკური ვარჯიშებისა და სპორტული ასპარეზობის სიძველეს მრავალი ისტორიული წყარო და კოლხეთში აღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური ფოლკლორული მასალა ადასტურებს. ჩვენამდე მოწეული წყაროებიდან ყველაზე ძველი აპოლონიუს როდოსელის მიერ ძველ წელთა აღრიცხვის მესამე საუკუნეში დაწერილი ცნობილი არგონავტიკა ავტორს ნაშრომში აღწერილი აქვს. ხალხური ასპარეზობები, რომლებსაც კოლხები ძველ წელთა აღრიცხვის მე-7 საუკუნეში დაღუპული გმირების მოსაგონებად ატარებდნენ. როდოსელის ეს ცნობა კოლხეთში სპორტული ასპარეზობის სიძველეს ადასტურებს და საქართველოსთვის უდავო მნიშვნელოვანია. მასზე დაყრდნობით ნათელი ხდება, რომ ჯერ კიდევ 28 საუკუნის წინ კოლხეთში სპეციალურად მოწყობილი საასპარეზო მოედანი ჰქონიათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უკვე არსებობდა ფიზიკური ვარჯიშების, წვრთნისა და ასპარეზობის მოწყობის მაღალი კულტურა. მართალია, ჩვენამდე შემორჩენილი წყაროებში არ მოიპოვება ცნობები ქართველ და ბერძნულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ, მაგრამ გვაქვს ცნობები იმის შესახებ, რომ კოლხები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ თავად ატარებდნენ ელიტა ოლიმპიადის მსგავს ხალხმრავალ სპორტულ თამაშებს. მე მინდა გაგაცნოთ რამდენიმე მათგანი, კერძოდ თარჩია, მარულა, მენჩურუა, ლელო და ისინდი. თარჩია, უძველესი კოლხური ცხენოსნური თამაში, მონაწილეობს 4 მხედარი, თარჩია და მისი 3 მდევარი. მაყურებელთაგან მსაჯად ირჩევენ ერთ-ერთ ქალიშვილს, რომელიც თარჩიას მარჯვენა მკლავზე მანდილს შემოახვევს. მდევრები მსაჯს დასცილდებიან 100 მეტრით, ხოლო თარჩია 50-ით. ქალიშვილის ნიშანზე იწყება დევნა. მდევრები ცდილობენ თარჩიას დაეციონ და მანდილი წაართვან. თარჩიას გამარჯვებულად ჩათვლიან, თუ მსაჯამდე მშვიდობით მიაღწევს. თუ მანდილს წაართმევენ, თამაში წყდება და მანდილის წარმთვევით თვითონ ხდება. თარჩია ეს თამაშობა განსაკუთრებით გავრცელებული იყო სამეგრელოსა და აფხაზეთში. მარულა, საცხენოსნო შეჯიბრებების ერთ-ერთი უძველესი ეროვნული სახეობა, დოღი გრძელ მანძილზე, საამისოდ საგანგებოდ გავარჯიშებული ცხენებით. წინათ იმართებოდა 25 კილომეტრ დისტანციებზეც. მარულაში მოზრდილებთან ერთად მონაწილეობდნენ ბავშვებიც. ახლა მარულა რეგლამენტირებულია შეჯიბრების ზუსტი წესებით. დისტანცია ითვალისწინებს 8 კილომეტრს. მარულა შედის ცხენოსნობის ეროვნულ სახეობათა საქართველოს ჩემპიონატების პროგრამაში. განსაკუთრებით გავრცელებულია ჩოხატაურის, სამტრედიის, გალის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, გუდაუთის, გურჯაანის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს რაიონებში, ქუთაისში და სხვაგან. მენჩურუა, ანუ წყალჭიდი, არის კოლხურ-იბერიულ საწყალოსნო ორთაბრძოლის უნიკალური ნიმუში. მენჩურუა იმართება მდინარის მდორე, ღრმა და სუფთა წყალში. მსაჯის ნიშანზე მეტოქეები ერთმანეთთან მიცურდებიან და ცდილობენ ხელის თავში, კისერში ან მხრებში ჩავლებით მოწინააღმდეგე ჩაძირონ. მენჩურუა მიცურვა სამეგრელოში გავრცელებული ტრადიციული ასპარეზობაა, რომელიც რამდენიმე ათასწლეულის წინ შეიქმნა და ახალ ეპოქაში ზუმელი ჯანიკო ბასილაძეს წყალობით დამკვიდრდა. შეჯიბრება რამდენიმე წონით კატეგორიაში იმართება. იკრძალება წყლის განზრახ შესხმა, განზე გახტომა, გაქცევა, მაჯახში ხელის ჩავლება, ხელფეხის ჩარტყმა, წელსა და სხეულზე ჩამოკიდება, ასპარეზობას არბიტრები აკონტროლებენ. ლელო, დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სპორტის უძველესი ეროვნული სახეობაა გუნდური თამაში ბურთით. მოთამაშეთა მიზანია ბურთის მიტანა მოწინააღმდეგე გუნდის პირით ხაზთან და ლელოს გატანა. ძველად გრძელი ლელოსთვის ირჩევდნენ 3-5, ხოლო მოკლე ლელოსთვის 2-3 კილომეტრიანი სიგრძის ადგილს. სათამაშო ასპარეზი შემოფარგლული არ იყო. თამაშობდა უბანი უბანთან, სოფელი სოფელთან, თემი თემთან. ლელო საბრძოლო მომზადების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად ითვლებოდა და ამიტომ ძალიან ჰყავდა საბრძოლო მოქმედება. ისინდი, ქართული ეროვნული საცხენოსნო თამაში, ფეოდალურ ეპოქაში იყენებდნენ როგორც სამხედრო ფიზიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებას. შემდგომში შემოშავდა და დაიხვეწა თამაშის წესები, დადგინდა შეჯიბრების პირობები. განსაკუთრებით პოპულარულია დასავლეთ საქართველოში. თამაშობს 2 გუნდი, 6-6 მხედრის შემადგენლობით. თამაშის ძირითადი ინვენტარია მკვრივი ბურთი და ხის ჩოგნები, რომლებსაც ბოლოში დამაგრებული აქვს ბადიანი რკალი. თამაშის მიზანია ბურთის გატანა მეტოქის კარში, ისე რომ მხედარი ბურთს ეხებოდეს მხოლოდ ჩოგნით.
ხალხური სეპირსიტყვიერებები და უხუცესთან ამბობიდან გამომდინარე ნათელია, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიაში მსგავსი ასპარეზობები იმართებოდა გიორგობის დღესასწაულზე 23 ნოემბერს. საასპარეზოდ ჩამოდიოდნენ სამურზაყაროდან, სვანეთიდან და სამეგრელოს სხვა რაიონიდან. კომუნისტურ ეპოქაში აიკრძალა გიორგობის დღესასწაულის აღნიშვნა. მის ნაცვლად შემოიღეს დღესასწაული ოცინდალობა, თუმცა სპორტული ღონისძიებები პირვანდელი სახის შენარჩუნებით ტარდებოდა. ვიწვევ ყველას, ვისაც უყვარს ქართული სპორტი და ისტორია. იყავი შემდეგი შენ.